უკრაინის პრეზიდენტი. ასე, ფანფარები წავიდა. ასე, ვასილი პეტროვიჩ. დიახ, რა ვზივართ? ლიმუზინიდან გადმოვდივართ. ასე, აქ დგავართ, დიახ. ფეხსაცმელები სწორად, თვალები დავხუჭეთ, გავაღეთ. ასე უკეთესია, წავედით. მივდივართ. აქ საპატიო ყარაულის მეთაური ხდებათ. პანე პრეზიდენტე და ასე შემდეგ. ხელს გართმევთ, ართმევთ. დიახ, საუცხოა, მივდივართ. არ ვიხრებით? არა. ლამაზად ნიკაპი მაღლა, ღიმილი, ჩვეულებრივი, მსუბუქი, პრეზიდენტული ნაბიჯით. ეს რანაირად მე? გამოვა, ყველაფერს გავაკეთებთ. ფრთხილად? დიახ, 3 ცალი ხვალად 3 იქნება. მისმის. გარდემარინები, კადეტები, ლამაზები. შევდივართ, ნიკაპი მაღლა, არ ვიხრებით, აქ შეჩერდით. დიახ. შესანიშნავია ღიმილი, ნიკაპი მაღლა, უფრო მაღლა. კიდევ? ჭაღი, ლამაზია, შტამბეშტავია. დიახ, 8 მილიონი ევრო. პირველმა პრეზიდენტმა აუქციონზე იყიდა. უგემოვნება. იქნებ გვესაუზმა. მადლობა, მშიერი არ ვარ. როგორც გინდათ მე კი სიამოვნებით. მერე და კიბეებზე ავდივართ. ხვალ აქ გვარდიელები იქნებიან, ვიღიმით და მარმარილოს კიბეებზე სწორად მივდივართ. სხვათა შორის იტალიური, ძველებური. მასზე ჯერ კიდევ თავად მარი ანტუანეტა ადიოდა, სადადიოდა, სახრჩობელაზე. სხვათა შორის ჭაღი ადრე ვერცხლის იყო. დიახ. ახლა უკროსია 2008 წლის დეფოლტი ხომ გახსოვთ? რა თქმა უნდა. აგერ ისიც. დიახ. და მივდივართ წელში გამართული სუნთქავ. დიახ, სუნთქავ სხვათა შორის კარგად სუნთქავ. გააწმენდი 7 ტონია. მართლა? დიახ, ობამას სულ რაღაც 6 აქვს, საინტერესოა. სიმბოლიზმი უყვარს ყოფილს. მაგარია, ჩიტუნა, იუნიკოვიჩ მუშაობს. დიახ, ვაგრძელებთ. დიახ. აკი შეჩერდით, წითელ წიგზე ვდგებით, ეგ როგორ. იშვიათი ხეების 17 ჯიში. რას ამბობ? და აივანზე პირდაპირ. დიახ, გავდივართ. აქ სტუმრები არიან, დეპუტატები ხელს ვუქნევთ, დავლოცავთ. სხვა სამსახურიდან გადმომყვა. თვალები დახუჭეთ, გაახილეთ. დიახ, ასე უკეთესია. Я люблю свою страну, люблю свою жену, люблю свою собаку. Я всего на свете член, почти что супермен, но редко лезу в драку. Знает весь двор мой приговор, слуга народа. Почти все есть, достоинство и честь, и даже крики браво. Персональный самолет мне выделил народ, а что, имею право на животу. Вот тут набью тату, слуга народа. ხალხის მსახური გახმოვანებულია აჭარა netcom-ის მიერ. გვარდიელები კარებს აღებენ, საყვირები აპლოდისმენტები და წავიდა. ნათებები 120 წამი რთული არ იქნება. ვიღიმით ღიმილზე მოგვიანებით წავიმუშავებ და ტრიბუნას უახლოვდებით. სადამი. ბატონო პრეზიდენტო, დიახ. ჩვენ შორის ბატონი პრეზიდენტი ვინ არის? მე. შესანიშნავია. მაშინ იქნებ დღესთან წინ. დიახ, აი ასე, ღელა. ტრიბუნასთან მივდივარ და სიტყვას ვკითხულობთ. კი, კარგია. რა უშავს? მაპატიეთ, ეს ჩემი მხარეა. საჭიროა მეტყველების აპარატის განვითარება. დასაწყისისთვის მოდით ასე. შესანიშნავია. სწრაფად. ოპოზიცია ლობირებდა, ვერ გაალობირა. ასე სწრაფად ოპოზიცია ლობირებდა, ვერ გაალობირა. კაკალი, არ მინდა მადლობა. საჭიროა. რისთვის? ოპოზიცია ლობირებდა, ვერ გაალობირა. კარგი. როგორც ბერძენი. ხო, ბერძენი. ოპოზიცია ლობირებდა, ვერ გაალობირა. ლობირებდა, ვერ გაალობირა. შესანიშნავია, კარგი. გავართულოთ. დიახ.
კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა. კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა. შესანიშნავია. საუცხოა, ახლა ჩემი საყვარელი. ლიაშკო ტრასაზე მიდიოდა და რა? და მორჩა, მეტყველების აპარატი გავავარჯიშეთ. კაკლები მოიცილეთ, სიტყვა წაიკითხეთ. კარგი. იქნებ ძვირფასო უკრაინელებოს ვიტყვი, რაღაც უფრო ახლობლურია. რა თქმა უნდა. ძვირფასო უკრაინელებო. ცუდი არ არის, ოღონდ ხვირში ლაპარაკობთ. დიახ. ძვირფასო უკრაინელებო. შესანიშნავი უფრო ხმამაღლა შეიძლება. ძვირფასო უკრაინელებო. ამავე დროს ყვირილი რა საჭირო აუცილებელი არ არის. ძვირფასო უკრაინელებო. ზედმეტად რას გამოვიდა. ცოტა ზომიერად. ძვირფასო უკრაინელებო. რა, ყველა ჩამოეძინა? ეს პოზირება არაფერს მოგცემთ. გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო, დიახ. შვიდად, რბილად. ხედავ ადამიანი ღელავს, მაპატიეთ. მადლობა იური ივანიჩ. დავიწყეთ. მიდით. ძვირფასო უკრაინელებო. მოიცადეთ, მაპატიეთ, ასე არა. 3-ჯერ 4-ჯერ კაკლებით, მერე კი სიტყვა სიმღერასავით წამოვა. დიახ, მე ხომ ვიცი. ზურგი გამართული, რემილი. აგე, ათამაშდა. და სიტყვა. ძვირფასო უკრაინელებო. Čvrt stolіття тому ми почали будувати нову націю. Нову націю, зароджену у свободі, з вірою у рівноправність усіх громадян. აი ეს უკვე საქმე ახლა როგორც სწრაფ წარმოთქმა. დიახ, ძვირფასო უკრაინელებო. Тому ми почали будувати нову націю, зароджену у свободі і з вірою в рівноправність усіх громадян. შესანიშნავია. შესანიშნავი არაფერია. მეჩვენება რომ ეს ლინკოლნის სიტყვა პენსილვანიაში 63 წელს 1800. მართლა? ხო და შესანიშნავია საუცხოა. აქ არავის გაახსენდება ლინკოლნის სამშობლოში კი დააფასებენ. მალე მათთვის ფულის თხოვნა მოგიწევთ. მაშინ იქნებ ჩემი სიტყვებით უკეთესია. ვასილი პეტროვიჩ საყვარელო, მომისმინეთ. ჩემს ცხოვრებისეულ გამოცდილებას დაუჯერეთ. ნებისმიერი თვით შემოქმედება ცუდად სრულდება, ამიტომ მოდით მკაცრად ტექსტის მიხედვით თუ შეიძლება. კარგი. ძვირფასო უკრაინელებო. ბატონო, მაჭანკლები მოვიდნენ. კარები გაგვიღეთ და შემოგვიშვით. Не котіть нам гарбуза, голосуйте дружно за. იეღოვას მოწმეები ხართ? თქვენ საქონელი გაქვთ. ჩვენ მყიდველები გვყავს. თქვენ ქალიშვილი ყავთ, ჩვენ ვაჟიშვილი. ვერაფერი გავიგე, ვინ ხართ? სლავიკას მშობლები ვართ. თქვენი ნადაშკას დასანიშნად მოვედით. მადლობა. ნახევარი წლის წინ თქვენმა სლავიკმა მიატოვა. გოგონა ნახევრად ცოცხალი დაყიალობდა. ეგ არაფერია? შედი უთხარი. ნატაშა, შეცდომა დავუშვი. ხმამაღლა. ნატაშა, შეცდომა დავუშვი, მაპატიე თუ შეიძლება. აბარა, ახლავე. ხო, მორჩა სლავიკ, დაახვიე. ხო, გვაპატიეთ. Заждіть, будь ласка. Але ж у вас ще одна незаміжня голубка єсть. Засватали дівчиноньку. До свидання. ნახვამდის. თამათ უყურე. რა იყო? როგორც მინიმუმ საქმროებში პრინც გარის ვალოდებით ესენი კი რაკიტიანს ხვდენიან. მოდი ვისაუზმოთ. წამოდი, ვისაუზმოთ. აბა, ახლა კი ყველაზე ცერემონიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მილოცვებს იღებთ. ბიჭებო, დავიწყეთ. რა უნდა გავაკეთო? არაფერი განსაკუთრებული გაირიმეთ, თავი დაუქნიეთ, ხელი ჩამოართვით და რაც მთავარია ნაკლები ილაპარაკეთ იმისთვის, რომ მერე ბოდიშების მოხდა არ მოგიწიოთ. კარგი, გაჯექით. ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა. დგებით? ნუ თუ პირადად. Hello, I'm glad to see you. Nice to meet you.
მაპატიეთ ვერ გავიგე. მეც არ მესმის, რა შეგვჭირდება ობამა, თუ კი ინაუგურაციაზე არ იქნება. გასაგებია, კოლია სახლში? საერთოდ არ გავს. არ გავს, უბრალოდ გვინდოდა რეალობასთან დაგვიახლოვებინა. ჩამოჯექით. ქალბატონებო და ბატონებო, ანგელა მერკელი. ვდგებით? ხო, კი. სალამი, ვასილ პეტროვიჩ. ვალია, რა სალამი, საიდან სალამი? შალომ გაგვაკლდა. მერკელი, მომეცი მერკელი. გუტენ ამენ, ვასილ პეტროვიჩ. გუტენ ამენ. ხელი მოუჭირეთ, უნდა დომინირებდეს ამასია დამოკიდებული გერმანიის ცენტრობანკის დახმარება. დაგეშან. ვალია, გერმანული უნდა წამოწია. ბავარიული წარმოთქმა ურიგო არ ყოფილა. შემოჯექით, მადლობა. ქალბატონებო და ბატონებო, სარკოზი და პუტინი. პუტინი აქ რაშვაშია. სარკოზი რაშვაშია, საფრანგეთში დიდი ხანია ოლანდია. მაპატიეს წინა წლის სია შემომტენეს. ასე სარკოზი დაახვიე. პუტინ დამეკარგეს სწრაფად. მეტი აღარ დაგინახოთ. ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. შეგიძლიათ არადგეთ. მაპატიეთ ერთი წამით. ალო, ოლია, ეს სასწრაფოა. დაცდა შეიძლება. ბატონო პრეზიდენტო, მინდოდა შემახსენებინა, რომ დღეს შულთან დაუგეთმავი შეხვედრა გაქვთ დანიშნული, მაგრამ თქვენი ბუნებრივი გულმავიწყობიდან გამომდინარე და პასუხისმგებლობის სიმძიმის გათვალისწინებით, ამის შესახებ ნამდვილად დაგავიწყდათ. ასეა? ოლია, არაფერი დამვიწყებია, საქმეში გავერთე უკვე, გამოვდივარ. იური ივანიჩ, ცოტა ხნით შეგიძლიათ შეწყვიტოთ, უნდა წავიდე. სად? შვილს ზოოპარკში წაყვანა შეპირდი. ოლეგ? 40 მებრძოლი, 5 სნაიპერი, 1 ვერტფრენი, 2 საათი მოსამზადებლად. უფრო მარტივად შეიძლება. ცხოველებს აქ თუ გადმოვიყვანთ. 1 საათი მოსამზადებლად. ასე მაინც. შეასრულე. მადლობა. მაგრად ვისვენებთ ასეა? ხალხიც ცოტა. გავაჩენეთ. ასეთი მოწყენილი რატომ ხარ? საერთოდ ზოოპარკში უნდა წავსულიყავით. წვიმა რომ წამოვიდო და ხომ არ ვიცოდი. მე რა ყველაფერი არც ისე ცუდია ზოოპარკში, ამაზე ცოტა ცხოველია. იქნებ მოდი რამე გვეთამაშა. სიხარული და ნაღველი. დაიწყე. კარგი, მე დავიწყებ. ამ კვირის ყველაზე დიდი სიხარული დაასახელე. პრეზიდენტი გახდი. ახლა კლასში თითქმის ყველაზე მაგარი მამა მე მყავს. თითქმის ყველაზე მაგარი რატომ? კოვალენკოს მამა დოჯის ბრძოლია. რა თქმა უნდა, მაჯობა. სამაგერად მყარი მეორე ადგილი გაქვს. ვერცხლი ცუდი არ არის. ვაგრძელებთ? კი. ასახელვებელი. მართალია რომ ნაკლებად გეყვარები. რა სისულელეა. ჩემს გარდა მთელი ხალხის სიყვარული მოგიწევს. ძიმაჩკა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ვარ, ისევ შენს მამად ვრჩები. შენ კი კვლავ ჩემი საყვარელი შვილი ხარ. რა თქმა უნდა, ჩემი ხალხი მიყვარს, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნები. ქვეყნის კონსტიტუციაზე დავიფიცავ. კარგი, გავიარეთ. ასე, ახლა? რა? ახლავე? რა იყო? მეძახიან, წასასვლელი ვარ. დედას ხელი დაუქნი. გაუხიმე. ცოტა დავაგვიანეთ, მაპატია. არა, უშავს. ვასილ პეტროვიჩ, შულთან შეხვედრაზე საპატიო ყარაულით მოხვედით. მაპატია სტატუსით მეკუთვნის. კოპების სტატუსით არ გეკუთვნის. არა. არაფერია. მამა. გისმენ. არ შეიძლება ჩემი დაბადების დღისთვის ასეთი ბრძანება გამოუშვა, რომ დედა ისევ ცოლად გამოყვას. იცი, ქვორუმი უნდა შეიკრიბოს. ის ხომ პრეზიდენტია. ასე. მაგრამ ისევ ჩხუბს და კამათს დაიწყებთ. კიდევ ერთ განქორწინებას ჩემი ფსიქიკა ვეღარ გაუძლებს, ამიტომ როლიკები ჯობია. როლიკები? ნორმალური საჩუქარია, შევთანხმდით. კარგი, გავიქეცი მე. დაგირეკავ, დროებით. დროებით, ბედნიერად. Ну это капец какой-то. გამგიჟდები. ყვირის და ყვირის. ბატარეები როდის დაუჯდება?
რა ვიყო? ნატოს იქნებ გახვიდე გზაში კი შეიძლება გადაიფიქრო. აბა რა, ახლავე. არ წამოეგო, მამა შენი ვით არის. მილიციას უნდა გამოვოძახოთ. რა მილიცია? შენ რა? ეს მთელი მილიცია. პეტია. რა პეტია? ეს დებილობა ასფალტიდან წაშალე. ყველაფერი თავის სიყვარულით მოთხოვა და უუკებელია რაღაც. კიდე უციგნურიც. ნატაშა, სიტყვა გამოვყავით, არასწორად დაწერა. რა, არასწორია? დედა. არ ვახშმობთ? რა სყვირი? მე ხუთეთებში რისთვის? სლავიკასთვის? ვასიასთვისაა, ჩვეულებრივად გავაწყე. ჩვენი ძირფასი ნეტავიქ როგორ არის? ჩემგან განსხვავებით მშიერი არ გვდება. რას გაშიშტი? ხო. ისე ვარენიკები. მაპატიეთ. გარეული ფრინველი არ გვაქვს. ვასკა კი ალბათ ძღება. დელიკატესებით ყვებავენ. მაშასე ბატონო პრეზიდენტო, არაფერი რომ არ აგერიოთ. ეს ჩანკალი ძირითადი კერძისთვის, კარგი. ეს ჩანკლები სალათებისთვის, ეს ლიმონისთვის, ეს ხამანწკებისა და მიდიებისთვის. კოვზებზე გადავდივართ, კოვზებზე. ეს კოვზი სუპებისთვის, ეს სპაგეტისთვის, სპაგეტი. ეს დესერტისთვის, ეს კარაქისთვის, ეს ყავა და ჩაისთვის. დანებზე მარტივია სტეიკი, დესერტი, სადილის, თევზისთვის და პროფიტროლისთვის. გასაგებია? კი. შესანიშნავია მაშინ? გემრიელად მიირთვით. ღამემშვიდობისა. ნიკიტიჩ, აქეთ მოიტანეთ. Чверть століття тому ми почали. დიახ. არ გძინავთ? ვასილი პეტროვიჩ, ბოდის ვიხდი, ვერ მოვიფიქრე ეგრევე შემომეთავაზებინა. იქნებ პირველი ლედი გნებავთ. ეგ როგორ? როგორ? თქვენ უნდა იცოდეთ, შეიძლება ესეც, შეიძლება ისეც. თქვენ რა იური ივანიჩ, მეშაყირებით? მართალია ხვალ რთული დღეა. დღერაშუაშია იური ივანიჩ. უბერავთ რა? ნახვამდის. ვასილი პეტროვიჩ, კიდევ რა? თუ გადაიფიქრებთ, პულტი აქ არის. ღილაკი 1 ანჟელა, ღილაკი 2 ვიოლეტა, ღილაკი 3 ედუარდი. იური ივანიჩ, რა ღილაკები გითხარით რომ არაფერი მჭირდება. თვითონ გაერკვევით არა? აგერ პულტი. თვითონ გავერკვევი. ნახვამდის. სიგიჟე. მაშასე რაზე ვამბობდი? Блін, як же не да, чверть століття тому ми почали, да, чверть століття тому ми почали будувати націю. ბატონო პრეზიდენტო. იური ივანიჩ, კარგით რა? რა ხდება? საღამომშვიდობისა, ვასილი პეტროვიჩ. გამარჯობათ, ბატონო ლინკოლნ. ძალიან სასიამოვნოა. თქვენ აქ როგორ? შემოვიარე გავიგო საქმეები როგორ გაქვთ? სინდისი არ გაწუხებთ? აბრაამ, არ ვიცი მამა თქვენი სახელი. შეიძლება უბრალოდ ბატონო პრეზიდენტო. ბატონო პრეზიდენტო, ამ სიტყვასთან დაკავშირებით თუ მის მოპარვას არ ვაპირებდი. მით უმეტეს რისთვის YouTube-ზე შესანიშნავი სკეჩი გაქვთ. დიახ. მართალია ზოგიერთი სიტყვა ვერ გავიგე, მაგალითად პის. ალბათ მშვიდობაა ხომ? მაგრამ დეცი რას ნიშნავს, არ ვიცი. როგორ გითხრათ, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. მშვიდობა? არა. გასაგებია, როგორც ჩვენთან დიდი დეპრესია, რაღაც მაგ ტიპის. მერე? რა მერე? რის გაკეთებას აპირებთ? საქმეებისად არის. თუ თქვენი ზღვარი YouTube-ზე 5 მილიონი ნახვაა? ჯერ 1, 5 კი არა, 8. ასე რომ იცით?
ერთმანეთს ძალიან გავართ. მეც უბრალო ოჯახიდან ვარ. მეც თავიდან საკუთარი ძალების არ მჯეროდა, მაგრამ მონობა მაინც გავაუქმე. მილიონობით ადამიანი გავათავისუფლე. 1862-ში. მახსოვს. ბრავო, ვასილი პეტროვიჩი. და თქვენც შეგიძლიათ საკუთარი ხალხი გაათავისუფლოთ. კი, მაგრამ ჩვენთან მონობა არ არის. თვლით, რომ მილიონობით უკრაინელი, რომელიც წელს იწვიტავს იმისთვის, რომ გაქსუებულთა კლასი უზრუნველყონ სახლებით, ლიმუზინებით, აგარაკებით, ეს რა, მონობა არ არის? რისი გაკეთება შემიძლია? იყავით ის, ვინც ხართ, ბატონო პრეზიდენტო. პრეზიდენტი გოლობაროტკა ჯერჯერობით თავისი მოვალეობის შესრულებას არ შედგომია, მაგრამ ცვლილებებს უკვე ვხედავთ. პირველად ისტორიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია უმაღლეს რადაში არ შედგება, სადაც შეგახსენებთ ამჟამად რემონტი მიმდინარეობს არამედ პედაგოგთა სახლში. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლურია, ვინაიდან ადრე ვასილი გოლობაროტკა ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა. ეს კატასტროფა 47 საერთაშორისო დელეგაცია ყავს. პირდაპირ ეთერი პრესა აქ როგორ მოხდა? პირდაპირ ასე თქვა. დაცვა არ მჭირდება, არც კორტეჟი თვითონ მივახცევ, რა უნდა მეკნა? მანქანაში ძალით ხომ არ ჩავტენიდი. იქნება რამე დაემართა. ღმერთმა კანს იმ აზრით, რომ ღმერთმა არ კნას. პრეზიდენტის შესახვედრად მოეწყვეთ. ასეთი პათოსი რა საჭიროა? რა ის პათოსი ეს ჩემისა შიგნიდან არ ირება? Пане президент, рота почесної варти з нагоди інаугурації вишикана. Начальник почесної варти генерал-лейтенант Сидоренко. გამარჯობა. ჯანმრთელობას გისურვებ. დიახ. ბატონებო და ქალბატონებო, უკრაინის პრეზიდენტი. Звірпасо мокалакено. Україні стомребо. Чверть століття тому ми почали будувати нову націю. Зароджену у свободі, з вірою у рівноправність усіх громадян. ვასილი პეტროვიჩ, უკვე იცით ინაუგურაციაზე რა სიტყვით? საშკო საკმარისია, არავის აურჩევი ვარ. რომ აგირჩიონ? მერე მთელი ქვეყნის წინაშე იბლოყუნებთ, ჩვენ კი თქვენს გამო გავწითლდებით. გეყოფათ გართობა, საკონტროლო გვაქვს, წერეთ. რეპეტიცია უნდა გაიაროთ, ვასილ პეტროვიჩ. არანაირ რეპეტიციას არ გავივლი. კარგი. ახმაურდნენ, რეპეტიცია. მოდით, რისი გაკეთებაა საჭირო? ხელი ბიბლიაზე. ხელი ბიბლიაზე, ბიბლია სად არის? საკლასო ჟურნალია, ჩემთვის ეს წმინდა საგანია. რომელი ხელი? მარჯვენა. ასე. კარგი. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ხომ ვამბობდი? დაიწყეთ როგორც ყველა. შევკვირდით, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რომ ლევჩენკო, არავისთვის არაფრის დაპირებას არ ვაპირებ.
სწორია, გულწრფელად საკუთარი სიტყვებით. ბოლოს ასეთი რამ გააკეთეთ. და საერთოდ ძალიან მაგარი იქნება. ასე აუცილებლად გავაკეთებ, როცა ბოლოს და ბოლოს ზოპოროჟიულ სეჩზე რეფერატს ჩამაბარებ. თუ შეიძლება, მოკლედ, ჩემი სიტყვებით ვიტყვი. იცით, რომ ისტორიის უბრალო მასწავლებელი ვარ. ასეთი ისტორია. ისტორიის მასწავლებელი ასეთ ისტორიაში მოყვა. სასაცილო. აგეგმის მიხედვით ყველა თქვენგანს უამრავ რამეს უნდა დაგპირებოდით, მაგრამ მე პირობებს არ ვდებ. პირველ რიგში ეს პატიოსანი არ იქნება. მეორეც ერთი ამაში საერთოდ არაფერი მესმის, მაგრამ ეს ჯერ. მერე გავერკვევი. მაგრამ ერთი რამ ვიცი, უნდა მოვიქცე ისე, რომ მერე ბავშვებისთვის თვალებში შეხედვა არ შემრცხვეს. და მშობლებისთვისაც. და ყველა თქვენგანისთვის, რა თქმა უნდა. ძვირფასო უკრაინელებო, ამას გპირდებით. მადლობა. რეფერატი. გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. Скоро выбирать его. Так надо знать его. Отца его, мать его. Кто братья у него? Чтоб не оказался